მოგესალმებით მეგობრებო. აი უყურებ ჩვენს ძმას ბაჩოს და ეხლა მომივიდა თავში რომ ასე რომ წმოდა ზელენსკის 108-ია ხო? ნაკლები პრობლემები ექნებოდა ცხოვრებაში. ნაკლებს აირყავდა. ხო, მე ეხლა ბიჭებს ველაპარაკე და ამით მინდა დავიწყოთ ჩემი განცდებით და აქმებით. მივხვდი რომ სულ უფრო მეტ ადგილს ჩემს ცხოვრებაში და ზოგადად მე მგონი ყველა საქართველოს მოქალაქის და პლანეტის ყველა მოქალაქის ცხოვრებაში იკავებს ამერიკაში მიმდინარე ამბები, იმიტომ რომ დღეს 6 საათზე ისე ველოდებოდი ტრამპის ლაივს კონგრესში მის მოხსენებას, თითქოს ჩემი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამე ხდებოდა და ეგრეც არის. ანუ დღის წესრიგი პოლიტიკა ყველგან განისაზღვრება იმით თუ რა სიტყვის ტრამპი რას გააკეთებს და ასე. მოდით ახლა ვილაპარაკოთ რა თქვა და რა გააკეთა. პირველი მე ძალიან მომწონს რომ რაც აქამდე გააკეთა ყველაფერი ჩამოთვალა, ხო? უკრაინაზე ვიცით რაც ხდება, ზელენსკის და რაც თავარი აკეთებს, რა. ზელენსკის არ შეურიგდა და მე არ ვიცი უბრალოდ ზელენსკის რას თხოვს, როგორ უნდა მოიხადოს ბოდიში იმის მეტი რაც თქვა, არ უნდა აიტყას დადგეს ქურდულად და მუხლი უნდა აიღოს და ხელი უნდა აიტყას. მუხლი უნდა ეთკინოს. ხო, აი აბსოლუტურად გაუგებარია და ინფორმაცია დადასტურებული უკვე CIA-მ დაადასტურა რომ ყველა სახის სადაზვერო ინფორმაცია შეწყვეტილია, სადაზვერო თანამშრომლობა შეწყვეტილია, გემები რომელიც დატვირთული და ბრიტანეთს მოუწოდა რომ არ მიცეო. ხო, არ მოუწოდა კი არა, არ უბრძანა, რომ ჩემი ინფორმაცია არ მისცეო და ზელენსკიმ წერილზე და ვიდეოზე წერს, მაგრამ ტრამპი და მისი სასტავი ამბობს, უბრალოდ ტრამპიც კი არ ამბობს. ტრამპის ძმაკაცები, ქვეშევრდომები ამბობენ, რომ აი ნახოთო მასკმა დაწერა რომ ქმედებებია მთავარი და არა სიტყვებიო და ზელენსკიმ რა უნდა გააკეთოს. ფაქტია რომ შემდეგი ნებისმიერი გარიგება, რომელსაც ზელენსკი დადევს ტრამპთან, იქნება წინაზე უარესი. და ძალიან მომეწონა ერთი ამბავი, გამკაცრება ეს პოლიციელებზე რომ დიდი გული გაქვთ, მალე ამერიკაში პოლიციის კვლევისთვის იქნება სიკვდილით დაждდა ულაპარაკოთ. ულაპარაკოთ. მაგას მაგარი მიღბების ტარების აკრძალვა. მიღბების ტარების აკრძალვას ხო ულაპარაკეთ და ნუ ძალიან მაგარი იყო ასევე ისიც რომ ფეიკების აით ხელოვნური ინტელექტით ფეიკების გაკეთებაც კრიმინალიზებული ხდება. მოკლედ, აბა თქვენი შთაბეჭდილებები ჯერ იმის მითხარით, ჩემს განცდას თუ იზიარებთ, რომ აი უკვე დაფარა ტრამპმა საშინაო დღის წესრიგიც კი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენსაში. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დღეს რადგანაც სამყარო და განსაკუთრებით პოლიტიკური ცენტრები დაკავშირებულია ერთმანეთთან, ნუ ინფორმაცია ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს და ერთმანეთთან გადაჯაჭვულია ყველაფერი, ხო? ამერიკა რადგანაც არის გარკვეულწილად დასავლეთის ცენტრი, შესაბამისად ცენტრიდან წასული სიგნალები პერიფერიას ყოველთვის ეხება. ამაზე ორი აზრიც არ არის უბრალოდ, ნუ ხო, აი ჩვენ გუშინ სონები კი არ დავდეთ, პროგნოზები გამოვთქვით რა როგორ იქნებოდა და აღარ მახსოვს ვინ რა თქვა რა, ნუ ტრამპის თავარი თემა იყო პირველი რაც დაანონსა ეს გეოპოლიტიკური ცვლილება, დისკურსულიო ეს გრენლანდია და გრენლანდიელებთან ძალიან აროგანტული რაღაცნაირი ტონი, აი ვესტერნული, მაინც ესე იქნებაო და თქვენ არა, თქვენო გამოხატეთო ნება. ხო, მაგრამ რომც არ გამოხატოთო, მაინც ეგრე იქნება. მაინც ეგრე იქნება. მაგრამ ჯობია გამოხატო. ხო, ნუ მე ისე სხვა შორის თუ ლაპარაკობ, ერთადერთი რაზეც აი სრულად მგონია რომ ყოველად ლეგიტიმური უფლება აქვს ამერიკას, ეს არის პანამის არხი და გრენლანდია ცოტა ისეთია უკვე აი გადახედვა არის ახალი გეოპოლიტიკური თემაა რა. აქ მთავარი იყო მაინც შიდა პოლიტიკა და ზოგადად ლიბერალური დისკურსის როგორც ახალი ანთროპოლოგიის დასასრული. იმიტომ რომ თუ ნახე რას ამბობს რომ სქესის შეცვლაზე ბავშვების დასახიჩრებას ეძახის. მაგრამ მან და პოლიტკორექტულობის დასასრულს, მაგრამ მან მნიშვნელოვანი იცი რა არის რომ ნახე ლიბერალიზმი ბოლოსკენ განსაკუთრებით აი პოლიტკორექტულობის ერაში გახდა მხოლოდ და მხოლოდ მართვის
და ესე იგი რაღაცა ინდოქტრინაციის და დაკვირვების არა მხოლოდ და მხოლოდ მართვის იდეოლოგია გახდა რა რომ შენ ვიღაცა ეს არის დუმარე უმრავლესობა და ხმაურიანი უმცირესობის დიქტატის ამერიკაში რა პრობლემა არსებობდა რა რომ ეს პოლიტკორექტულობა რომელიც მედიაში არსებობდა განსაკუთრებით იყო აღქმული ისე რომ ეს არის ამერიკის ალფა და ომეგა ამერიკელი მოსახლეობის მთავარი მამოძრავებელი რაღაცა რა არა და რეალურად ეს პოლიტკორექტულობა ეხებოდა ამერიკელი მოსახლეობის 1%-ს ალბათ რეალურად დანარჩენს ეს საკითხი ესე არადარდებდა რა და ამას დამატებული ჩვენ აუცილებლად ამის ყველაზე კარგი მაგალითი არის MeToo harassment-ის кейსი რა. აი მე მეუბნება. არა, MeToo-ს შემთხვევა, არა, ბიჭო, ნახე, განსხვავება, ვაფშე არ მაინტერესებს რეალობა და ის რა არის. MeToo-ს თემა რა არის, რომ სამართლე ლეგალისტური ჩარჩოდან გადიხარ ბოლომდე და უბრალოდ 20 წლის წინანდელ ნათქვამზე ხარ დამოკიდებული. ანუ ეს რა რომ ვერ გიტკიცებენ იმ ბოდიში. არა, დამტკიცება რა შუაში კაცო, მხოლოდ ხილება არის. დამტკიცება საბუთს არც არ ამოგთხოვს. შეხედე ეს გინდა რომაული, გინდა ძველი ბერძნული სამართალი აიღეს, ყველაფერს ხდება. კი ბატონო, რომ თუ არის ქალი, რომელიც იტყვის რომ შენ 5 ან 6 ან 10 წლის ან 2 წლის რაღაცა უთხარი, ის აუცილებლად აპრიორი მართალია და შეიძლება მოხდა. მოდი განმოგრძოთ რა პოლიტკორექტულობა და ეს ლიბერალური მარაზმი, ლიბერალური დემოკრატიის მარაზმი შევიდა ისეთ სიღრმეებში როგორც არის აკადემიური სივრცე, რომ შენ მეცნიერი კვლევას ვეღარ აკეთებ. სკოლა. არა, ერთ წამინახე, შენ მეცნიერი კვლევას ვეღარ აკეთებ იმას, რასაც გინდა, რეჟისორი კინოს ვეღარ იღებ ისეც, როგორც გინდა, ჩვეულებრივი ცენზურა რა, მეტი რაღა არის ცენზურა, ხო? კინოს ვერ იღებ ისეც, თუ იქ არ ჩასვი მულტიკულტი, თუ იქ არ ჩასვი რასობრივი სექსუალური ორიენტაცია, ყველა მიმართულება და ეს არის კვოტა, რომელიც უნდა გაანაწილო, არის თავისი დრამატურგია, როგორ უნდა გააკეთო ეს ყველაფერი, არის საჯარო, ანუ ყოვლად ხელოვნური და ყოვლად რაღაცა დისტოპიური მომავალი შემოგთავაზა ლიბერალიზმმა და შესაბამისად ტრამპი აღმოჩნდა და ხალხი ვერ აყვა ამას. და ტრამპი აღმოჩნდა და ტრამპმა ის თქვა რომ ჩვენ აქ რევოლუციას ვაკეთებთო რა ლიბერალურ დემოკრატიის დასასრულ და ყველა ჩვენი მიმდევრები ყავსო რა მთელ მსოფლიოში და მართლა ეგრეა და ევროპაშიც ამბევრია. ჩვენ ქვეყანაში ბაჩო შენ ახსენე რომ მიუზიკლს დგამენ, სადაც იესო ქრისტეს სუპერვარსკვლავი ენდრიუ ლოიდ ვებერის მიხედვით და სადაც იესოს როლი უნდა შეასრულოს ტრანსგენდერმა ქალმა. ტრანსი არ არის, ქვიარია, მაგრამ ქალია და თან შავკანია. ქვიარი რო აუხსნა, ანუ ბისექსუალია, ხო? ქვიარი ხო ბისექსუალია, ბაბალშემუშოთო. მე რაც დავსერჩე რა სტატიას ვნახე, იქ სახელდება იყო რომ ქვიარიო და ქვიარი ბევრ რაღაცას მოიცავს, შეიძლება ბისექსუალია, შეიძლება მეტ სექსუალია. მოკლედ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მე მგონი ტრამპი მაგას აკრძალავს ჩემი აზრით. მაგრამ ნუ აი აქამდე მივიდა ეს შოუ-ბიზნესი. მინდა ერთი-ორი სიტყვა იმაზე ჩემს ახმებზეც თქვა, მართალია თუ არა რომ ამხელა დღის წესრიგი, ამხელა ადგილი დაიკავა დღის წესრიგში ამერიკაში მიმდინარე მოვლენები. გუშინ იდეას ჩვენაც ვლაპარაკეთ. მე პირადად მაგრამ აუცდი პროგნოზებში. მე მეგონა რომ ნატოს საკითხი იქნებოდა ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, ევროკავშირი, უკრაინის ომი. რეალურად საათზე მეტი ლაპარაკა მარტო ამერიკის ლოკალურ საკითხებზე, იდეოლოგიურ საკითხებზე, ლიბერალიზმის მისი პერსპექტივიდან ჩამოშლაზე. მან საინტერესო იყო სადაც საათი 1 საათის და რამდენიმე წუთის შემდეგ გაახსენა მხოლოდ უკრაინა და ისიც ირიბად შეეხო, რითიც აგრეთვე ირიბად თუ პირდაპირ კიდე ერთი ალიყური გაუგზავნა ზელენსკის, რომ ამდენად უმნიშვნელო არის ჩვენთვის შენ ქვეყანაში მიმდინარე ტრაგედია, რომ ჩემი პირველი საათის სპიჩიც კი არ გამოინახა ადგილი, რომ გაბრაზებული ამაზე. ხო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ხო. ეგ გზავნილი იყო პირდაპირ. კიდევ ერთი სილა გააწნა რა. ხო, საწყალს. უკვე მეწოდება, არ უნდა შეგმეწოდოს, მაგრამ მეწოდებ. ხო, და ანუ ის შიდა იდეოლოგიურ საკითხებზე, რაც ლაპარაკა, არის ნაწილი, რომელიც იქნება იდეაში და გამოუვა, რომ ასე თუ ისე მარტივად გააკეთოს, მაგრამ არის ნაწილი, რომელიც იქნება ძალიან რთული. და ის თუნდაც შეიძლება ახსენე, ეგ იქნება ეგ ნაწილი არის ჰოლივუდის მორჯულება
მაგალითად იქნება ძალიან რთული, იმიტომ რომ აპოკალიფსის 4 ხედარიც არ მოეხმარება. ჰოლივუდი არის თითქმის ერთსაუკუნოვანი ისტორიის ჰოლივუდის მოძრაობა მართლა კერძო დიდი ფული უნდა შევიდე. პრინციპში უკვე ინსტიტუცია რო თქვა, ილონ მასკმა უნდა ჩადოს. კი, ანუ ამას ან უნდა შეუქმნას ალტერნატივა. კი, ჰოლივუდი 2. ანუ შიგნით მართლა სტალონი და მელ გიბსონი ჩმოლივუდი ამათ ვერ მოარჯულებს. მეგობრებო, მაგარი გადასვლა უნდა გავაკეთოთ, აგერ ახლა ჰოლივუდი ახსენე, აი ეს ძალიან მაგარი კაცი გაუშვათ მეგობრებო. ჩვენი ჰოლივუდი შემოდის საქმეში. რამდენიმე ცალი ადამიანი გამოდის. კი, ჩვენი გვინს გავდივართ ვართ ცალი და ხუები კიდე ოპტამ ხართ პლანეტაზეც კარგად. ხო. ეს სამი ერთვება თუ ლაივი ჩართოთ თვითონ. ეს არის უნიტაზის ტრანსკარი გესმის იქ. შეიძლება ლექს წერდა. ტუალეტშია შესული. მე უბრალოდ კონტრასტზე მინდა გითხრათ. ანუ ეს სხვა არაფერია თუ ასოცარკვეთა. ესე იგი დიდმა ჰოლივუდმა ვერაფერი ვერ ეკნა. დენირო დედას აგინებდა ლამის ტრამს ყოველდღე. აგინებდა რა? შეგინებულიც აქვს. ხო, ბატონი კახა, ეს უბრალოდ რას ასოცარკვეთაში არიან ადამიანები, რომ ცალობით ცოტანი ვარ, ნას მალან მომივიწილი ნაშკახ თქვა. კი ბატონო. მოდი გუბასანიკიძე გავუშვით. მიხეილ სააკაშვილი რო იყო პრეზიდენტი რო იყო დრონების ქარხანა უნდა გავაკეთო მე დავცინოდი პირადად აკაკეთებდა რა სამეაცო ქარხანა მე ამისი უნარი მაქვს რომ შემიძლია ვაღიარო ჩემი შეცდომა დანარჩენები ყველა ანგელოზე როგორ ხარ აი ძმები ახალაიები რო იყვნენ უცროსი ზმა კურირებდა მაგას და გასაკავს მოიცა ამ ახალაია გააკეთა ეხა არა, მე რას გეუბნები? სწორი გააკეთა მაშინ, მიშამ რომ დრონებით მოიგო ყარაბაღის ომი მაგრამ ხო და მე ანუ მიშას დრონების პროგრამა რო ომს მოვიგებთ რუსეთთან, ეგ მიშას ფოტოშოპის ტენის ეს ტიპი საკაიფოდ. ხალხის პოლიტიკიდან მივდივარო და რაში არის? ეხლა რეალობა რა არის აქ რომ ვთქვათ და მიშას გაეკეთებინა დრონები. სათითაოდ უკან გაუკეთებდნენ ყველა დრონს თუ რამეს გადაწყვეტდა. სადმე რამეს თუ გაიფართხებდა აბსოლუტურად ყველა დრონს. შეგვიძლია პირჯვარი გადავიწეროთ რომ ეს კახა არ გაკეთდა. აბსოლუტურად ყველა დრონს გაუკეთებდნენ ერთ ადგილას. რამდენიც არ უნდა გამო. ხო და მაგას ვამბობ რომ თან ახლა მიშა ჯვარი წერია და მილიტარისტი მიშა და ლაზიკას გამგედებელი მიშა რომ მიშას ნაცების მართლობა რა ყოფილიყო ჯერ ნუ 2000 ომი რომ წელს დაიწყო 28-ში. 22-ში. ჩვენთან დაიწყებოდა მეორე ომი. სხვა რამეს 2022 წლამდე, ეხლა წარმოიდგინე 2012-დან რანაირად მივიდოდა საქართველოს მიშას ხელში. ვერ მივიდოდა. ნუ განახევრდებოდა მოსახლეობა. ვერა, რაღაცა მოხდებოდა. არა, ნუ რაღაც პინოჩეტის დიქტატურა იქნებოდა მონაგონი ამასთან. ახალ სტადიონს გააკეთა, დინამოზე შეიძლება ხალხი დაეხრიტა და პინოჩეტის რეჟიმი. მაგრამ ამ ომში ჩვეულებრივად როგორ ჩაერთვებოდა ის საქართველოს უკრაინა რუსეთის ომი გადაიქცეოდა საქართველოს ომად. თქვენ გაჩერდით ძამით თქვენ გაჩაი. კიდევ ერთი გუბერნატორი გავუშვით. იმიტომ ყავს ბევრი მაყურებელი მე და შენ იმიტომ რომ ყოველთვის გულწრფელები ვარ. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ თო შეცდომები როგორ არ დაგვიშვია. მაგრამ თავარი არის რომ გულწრფელად უნდა ვილაპარაკო. ესე რო წავლებ. ვინ უნდა მოვიდეს და რა ფორმით უნდა მოვიდეს? ამ მდგომარეობაში გეთახმების პრობლემაა, მაგრამ მაინც მოგვარებადია. არის. არ ვიცი რა. გეუბნები აგერა ვალერი გუშინ თქვა სასწრაფოდ გაერთიანდით ოპოზიციური ძალებიო და სწორია. უნდა ვალერი თუ თქვა ლაზარია. ეს რაღაცა აი ყოველ შემთხვევაში პარტიები თუ გაერთიანდებიან, ეს ქალბატონის იქ იქნება და ერთთან მოლაპარაკება ყოველთვის ადვილი არის და ჩვენ მოვიწევს ევროპისთვის, აი როგორ გითხრა რა, კარების გაღება. თუ ახლა განცხადება რო გააკეთოს სალომე ზურა, აი მეგერ აი ხო. აი რა მოცემულობა. მე არა ვარ მისი ფანი. არავინ ფანები არა ვარ ჩვენ. მაგრამ ვითარებამ შექმნა ხა ეს ხო? სალომე ზურაბიშვილი ლექსაბატის გარდა არის ფანი არა. მაგიდაზე ხელდა თქვას რომ მობრძანდით და გაერთიანდით ვერც ერთი პარტია წინააღმდეგ ვერ წავდა. ხელს რა მაგრაო პარტკუნას მაგიდას. ის კარტია ხელი მოაწერეთო, მაგრამ თან დააღოლა. აქ რაღაცა მრავალწახნაგოვანი იდიოტობაა და
რაღაც დიდი იმის მონოდინში ვართ აქ. მე მგონი ჩვენ კავკასია საერთოდ აღარ უნდა გავუშვათ. არა ხო, რაღაცა თუ გავუშვებთ, უნდა გავუშვათ აი ესეთი მომენტები, რა თუ ვალერა გელბახიანი რომ რაღაცაზე ინტეგრამზე ლაპარაკობს. ხო, აი ან როგორც ჩვეული სტილი ხო ვიღაცამ თუ ნახველი ამოიღო სტუდიაში და მსგავსი რაღაცა სიგარეტს გაუკიდა. ხო. აი ეგეთ რაღაც შეიძლება გავუშვათ. მან ეხლა რა გავიგე? მე მართლა სედატიურ მდგომარეობაში მაგდებს. ხო. მე რაღაც გონებს არის. გეძინება. ცოტა ხანი მე რომ ნელდები, აღარ შემიძლია რომ რაღაცაზე კომენტარი გავაკეთო და არ გვინდა ძმაო. დასწავლელი პრაზა გვექვის სიმართლეს მეგობრებო, გავუშვით. არ შეიძლება და მე შეცდომად ვიმაჩნია რომ მხოლოდ რუსთაველის გამზირი დავინახოთ საპროტესტო კერად და იქ რომ რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი ჩაივლის და ჩამოვლის ეს არ არის ჩემთვის ის გამოსავალი რამაც შეიძლება პოლიტიკურ კრიზისს დაასვას ბეჭედი და თქვას რომ ამ ქვეყანაში აუცილებელი და გარდაუვალია ახალი არჩევნები საჭიროა რომ რეგიონებს სხვა ჩვენს რეგიონებს თავად აქვთ ეს მოთხოვნილება რეგიონები გასაგებ გააჩენოთ და ეხლა მე გეტყვით რომ ესენი რეგიონებში ხო გავიდნენ სად არის დოი? ხო, აი თუნდაც. დოის თეატრი რო სად გაემგზავნა? მეგობრებო, მე მინდა ჩემს პროდიუსერებს ვკითხო, გვაქვს დოიზე რამე სიგნალი? არ ჩანს. ანუ იდეაში ხო უნდა ყოფილიყო რევოლუციური გასვლა დოის თეატრის, რო სადაც რეგიონში არასდროს არ ყოფილან იქ უნდა ჩასულიყვნენ და დაგანახებ თეატრის ძალას. აი რის რევოლუცია ხო იწყებოდა დოის რეგიონებში გასვლით. მე მახსოვს რომ ჩვენ ერთი გადაცემა ლამის მიუძღვენით რომ აბა დოი რა შვები და სად ახარ კიდევ ერთხელ დოი სად ახარ ბათუმში ხო სად არის შენი რევოლუცია სადაც არის ბათუმში სად არის დოის რევოლუცია ქუთაისში იყო თუ არა აი მე მან დასავლეთ საქართველოში შეიძლება თოლში ჩაიკარგა სადმე თოლში ჩაიკარგა კი რაღაცა ფილმი იყო სადაც რუსული ფილმი სადაც რიაზანოვის забытая мелодия для флейты. ესეთ ფილმი იყო ძალიან ცნობილი და სათაური მახსოვს. სადაც მე მგონი ხორია რა ქალების და რომ გაუშვებენ გასტროლებზე დაიკარგება რაღაც საბუთები და ვეღარ ჩამოდის ეს ხორი რა. ხარ რომელ გემზე მღერის სამხედროზე, ხარ რომელ ნაწილში და უკან ვერ ბრუნდება რა. ანუ შეიძლება დოის თეატრი ეს არის მიმოფანტული? და ვერ პოულობთ მისავე ბერმუდის სამკუთხედივით. თურმე დაუანონსებია ჩვენ როგორ გამოგცა. აი არ ვიცი და არ ვადევნებ თვალს. რა დაანონსა? გურის დიდთოლობასთან დაკავშირებით აპაუზებს მაგრამ გასტროლები რა მორალური ტიპია. პოსტი ეწერა დოის ხო თუ თეატრს. და მანამდე ეხა ხო დადნა ის თოვლი და არა მანამდე რა ქნათ ხო მანამდე გვიპატაკოს დოი მე მგონი ანგარიშვალდებული არის საზოგადოებასთან რომ თავისი რევოლუციური წესრიგი გაგვაცნოს დოი გითხარი რა ნაბიჯები გადაიდგა შენი რევოლუციის კეთი დევდარიანი არის ისტორიკაში გაუშვში უკვე კარგად ჟღერს ჩვენ ახალი ლოცვა უნდა შეთავაზოთ, რომ დაე სტუდიიდან ჩართული იყოს ყველა საქართველოს გულშემატკივარი. აი ამ სტუდიაში გვანახოს ყველა ჩართვის გარეშე. მაგრამ თუ მონას აკრძალავენ, ჩვენ რამე უნდა მოვიფიქროთ. დიდე ისე უნდა აქო, რომ ეზოპესენით. ეზოპესენით. თვითონ ვერ მიიღ. ჩვენ მაგრამ ვერ დაგვიმტკიცე, ვერ დაგვიმტკიცე. მაგრამ სიამდვილეში ნამდვილად არა გვაქვს სახუმაროდ საქმე. არა გვაქვს ეს ისტერიკა. ძლიერი კომენტარი იყო ეს. ხო და აი ამის უმრობა სხვათა შორის რო იცოდეთ ისე საბჭოთა გადმონაშთია რომ სიცილი რამეც უცნიშნავს ხოლო სიცილიც აგრესიის გამოვლინება როცა ვერერევი შენზე ძლიერს დასცინი ხო ანუ სიცილი არ ნიშნავს რომ რამე ლაღათ არის სიმწრის სიცილიც გვაქვს ასე რომ ჩვენი უმრობა მიმართულია სათქმელის ამგვარი ფორმით გამოხატული ტკივილია ანუ მაყურებელს ხა ცოტა არაადეკვატურები არ მოვეთ ჩვენ არა ჩვენი მაყურებელი სხვანაირია თქვენ მაყურებელი ვინაა ანუ მოდი ფორმულას მაყურებელი არ არსებობს. მე არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში სტატისტიკური შეცდომის დონეზე არის დაშვებული. მაგრამ ჩვენ ვართ ყველაზე ხშირი მაყურებელი აბარხის. რეალურად ჩვენ ვატრანსკრიბებთ მათ და ჩვენგან იცის როგორც კავკასიის ისე ფორმულას არსებობა ტელემაყურებელმა და მან ბუღაძია ძალიან მაგარი. აი კიდე ერთი ბუღაზე გავუშვით. ბუღაზე ყოველთვის მამაოცებს. ვაშანტე ბუღაზე თუ ის მე რომ ეზიზღება? შენ რო გეზიზღება არა, ლაშა.
სადამ ამ დიალოგსაც გადავიდოდით, მაგრამ რომელიც მართლა ძალიან უნიკალურ შოკში ჩავარდით, ხო? ამის უყურების დროს. თავრესი გარდა ამ იდეოლოგიების, ანუ აი ამ რომელი პარადიგმა ბოლო-ბოლო გაიმარჯვებს, თუმცა ეს ძალიან რთული რამაა, იმიტომ რომ ყველაფერი ხელს უწყობს, რომ გახლეჩა მოხდეს ადამიანებისგან, ცენტრი აბსოლუტურად. ხო, ისევ და ისევ ყველაზე დიდი პრობლემა შე პლატონიც ახსენე ახლა ცოტა ხნის წინ რომ დემოკრატია არ გადაიქცეს ბიჭო პლატონის უხსენებიათ პირდაპირ გუშინ ანუ პლატონის უხსენებიათ კაცო დემოკრატია ანუ მე მგონი აქ ამერიკაზე საუბრობენ აქ მე მგონი იმას ბანანობენ კარ საქართველოს საუბრობენ საქართველოს დაბომბეთო არა უყურე რა სამობს არაფერი არ არის საქართველოს დაბომბეთო ამათ ხო მამა მარჩენალი და საზრისი დაკარგეს აგერ ძმაო აგერ არის ძმაო ჩერგოსისა ჩერგოს პოსტი არის რომ მეო მჯერა რომ ახლა იქნება ვადამდელი არჩევნები ანუ პოლიტიკური ბრძოლა გადავიდა უკვე მათი წმენების და რელიგიურ ესკატოლოგიაში ხო და შესაბამისად ეს ამბობს შემდეგს რომ იქო თუდად წავიდა საქმეო და დემოკრატია იდიოტიზმად მაშინ გადაიქცეო როცა ტრამპი აირჩიესო ანუ ეს ცნობილი თეზაა ამათი რომ ვიღაცები უბრალოდ რომს იგებდნენ არ შეიძლება მათი არჩევა. ანუ საყოველთაო არჩევნები, როცა ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და მიიღოს ხმები, არ შეიძლება. კენდებდარიანის და ამათი ის არის. აქამდე მივლენ, რომ დემოკრატია არ ვარგა. ეს ხო არ მუშაობს. და არც მუშაობდა, რომ დაუკვირდე ამათ მთელი იდეოლოგია იყო ესეთი. ზოგიერთ ღიად ამბობდნენ. რომ ჩვენ შეიძლება რეიტინგი არ გვაქვს, მაგალითად რესპუბლიკელები ამბობდნენ, ქართველი ბერძენიშვილი ამბობდა, რომ შეიძლება ჩვენ რეიტინგი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ისტებლიშმენტში, იმიტომ რომ კვიანები ვართ რა. მაგრამ მე მაინც ეს ეპიზოდი მაინტერესებს პლატონი რო ახსენა. კეთი დევდარიანმა და ფუღაძე მაგაზე გამოეხმარა. ალბათ პლატონის სახელმწიფოს მოწყობა ახსენა პლატონმა. შეიძლება ის პლატონ სამანიშვილი ხო არა? პლატონ სამანიშვილი ეგ უნდა მეთქვა. არა. სამანიშვილის დედინაცვლიდან პლატონი ახსენეს თორე. შეიძლება ბატონი პლატონი. ან მაშინ ცნობილი მედუქნე ბატონი პლატონი. თუ პლატონის დუქანი დაანცნო პლატონას უბრალოდ დუქანი და ის გახსოვს ცნობილი. რომელიღაც აქციებზე ადრე ვიღაცა გოგორო პაზრობდა რომ ბატონი მემარდაშვილი რო ცოცხალი იყოს. ანუ შენ პიტერი ჩამოვიდა. ბატონი მემარდაშვილი. პლატონი. ეს იმას არნიშნავს რომ ჩვენ არ მემარდაშვილის ჩვენ დიპატივს უბრალოდ ეგ მიმართება იყო ძალიან ისეთ. აი ხაბეიშვილი არის ყველაზე საღი, ყველაზე მამაცი, ყველაზე ვაშკაცური ალექსანდრე მაკედონელი არის შეიძლება ითქვას ეგ ჩემისა თავში. შეიძლება ძალიან ძიმე მოსასმენი იყოს ადამიანებისთვის, მაგრამ უნდა ესმოდეს ამ საზოგადოებას და ხალხს. შემოძვირფასებულ ძალას უნდა დაუპირისპიროთ ძალა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ფაქტობრივად ყველა ზვარი აქვს გადალახული. თუ ვინ გაჩერდა. ეს ხო უკვე იყო. ანუ მათ ჰქონდათ ძალის გამოყენების ცდელობა და გაუკეთეს ერთ ადგილას პეტარდები დაიჭირეს ბუდეები აღმოაჩინეს უცხოელების მიერ დაფინანსებული პარტიული ბუდეები, საიდანაც ამ პეტარდებს და ამ ასაფეთქებლებს არიგებდნენ. ეს ხო უკვე იყო, ხო დამარცხდნენ ასეთ ბრძოლაში. არა, მე რა მაინტერესებს, მეტი რა უნდა გააკეთოს. სხვა რაღაცაზე ლაპარაკობს. ხო. ქურქუმალ ვაითა ამ შემთხვევაში ამბობს, რომ ეხა მე კრივზე ვემზადები. რას მე კრივზე ემზადება და ძალა მერე ნახე. რომ მოვიხოდებიო კრეატივი. ეხა ვიაზრებ კიდე ქურქუმალ ვაითი, ესეთი ქურქუმალ ვაითი კი. ქურქუმალ ვაითი. და ქურქუმალ ვაითის მერე ეს დააწინაურეს და გახადეს ნაცების პარტიის თავმჯდომარე. არა. ქურქუმალ ვაითი შეიძლება რენაულტი და ესეთი თემები არსებობს. მაგრამ ძალა გაიგე აი მაიცადე რენაულტთან აგინა რენო არის ფრანგული მანქანა და ფრანგულად შეიძლება 300 100 იკითხებოდა სხვანაირად როგორც იწერება ისე კითხულობ რენაულტს და პეუგეოს მაგრამ ქურქუმალ ვაიტე არსად არ წერია ვაფშე არ წერია რომ ისე წაიკითხო ქურქუმალ ვაიტი არ უნდა დაგიჯდეს ქურქუმალ ვაიტს ვერცერთ კონფიგურაციაში ვერ გამოიყვა თუ რაღაც ოკოები არ გადაჭამა წერა კითხვა არ ქართულად არის არა თუ ლათინურად მაგრამ ვიტალური ძალა აქვს ძალიან დიდი მაგალითად აი წერა კითხვა ვინ არის ამან არის
არც სომალელმა მეკობრეებმა იგა გრიგოლიამ არის წერაკითხვა. არა, წერაკითხვა ის თავის სახელს დაგვარ. სომალელ მეკობრეებს სამაგრო ძალა აქვს. თავის სახელს დაგვარ. ამას არ ძალა არ არის და არ წერაკითხვა არის. წაიკითხავს. არა, ინგა წაიკითხავს მართლა, ეხა არ გვინდა რა გადამეტებული. ინგა თითი თუ გააყოლა. თითი თუ დაეკარგა დაერხა მან. მე მახსოვს გრიგოლიას რატომ მივარდექი ხა არ არის სწორი, მაგრამ არჩევნების დღეს რა კივილით გამოიქცა, რა გახარებული იყო ეს უბედური ესა რომ всё დასრულდა. გახსოვთ ეგ კადრები? მოვიდა ჭუტა ჩემ პრეზიდენტიო? არა, უფრო მაგარი იყო ეს. აი რაღაცა გაგიჟებული. უფრო მაგარი იყო, ნაყინი არ დაგეწუწოს დებილო. ის ზურა ჯაფარიძე რო გამოვიდა, დიდხანია მინდა. აი, დიდხანია. ჩვენ მოვედით და არა, ქართული ეცემა გადადის ოპოზიცია. მოვიხილოთ ტაივანი თუ შენ. თინახი და შენ. აგენტი ტაივანის. რაც საქართველოს დასრულდეს ეს კანონმდებლობის ეტაპი და უნდა დაიწყოს ამასავისთვის გაგების ეტაპი. Etap of misunderstanding. სწორდება რომ აგრესორი ომში არის რუსეთი, რუსეთს აქვს დაპყრობილი მისი მეზობლების ტერიტორიები, რუსეთი ამ ტერიტორიებიდან დასაყვანი. გაჩვენე. ეხლა მე გეტყვით რა ხდება. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა რომ უკრაინას ვეღარ მიაწვდის იარაღს. არა იმიტომ რომ ტრამპმა აკრძალა, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ აღარა აქვს. აღარა ჩვენ უნდა შევიარაღდეთ. აღარა აქვს. ანუ საწყობში იარაღი გერმანიას არ აქვს. გერმანია არის ისეთ ქვეყანა, რომელიცაც წაართვეს სამხედრო სამრეწველო კომპლექსი. წაართვეს არმია ცნობილი მოვლენების შემდეგ, რომელიც იცით მეორე მსოფლიო ომი ქვია ამ მოვლენებს, ხო? ინგლისის არმია არ ყავს. ტანკები ყავს ძალიან ცოტა. არმია ძალიან სახმელეთო არმია ძალიან მცირე ყავდა ყოველთვის, რომ საზღვაო ქვეყანა იყო. რა ვიცი ხა, ბალტიისპირეთი შეიძლება დაეხმაროს, ეხმარება ესტონეთი ალბათ, ხო? პოლონეთიც მაინდა-მაინც არ იწვის, იღწვის იქით, რომ გაუშვას ჯარები. მაკრონს არ ყავს არმია. მაკრონი არის აქეთ კორექტულად მინდა თქვა, ვინ არის მაკრონი? ცრუკაკუნა რა, ასე ეხმარება. ჯერონტოფილი. ხუჯერ აი ხა კონფლიქტის დროს ხუჯერ წამოაყენა წინადადება, ხუჯერ ზუსტად რომ გააგზავნიდა ჯარს. მე მგონი გრენლანდიაში წაგზავნიდა, ხო ესე იყო. მოკლედ რეალურად ომი იმიტომ კი არ ჩერდება, რომ რუსეთი აგრესორი ან არ არის აგრესორი. ომი უნდა გაჩერდეს იმიტომ, რომ გაერთიანებულ დასავლეთს აღარ შეუძლია ამ ომის დაფინანსება ეს ერთი და უკრაინას აღარ ყავს ჯარისკაცები. მოусმინეთ ტრამპს. რუსიფიკაციას ეძახიან, იქ რაც ხდება მობილიზაციას, იმიტომ რომ ძალით ახალგაზრდებს დაძდევენ და ძალით აგზავნიან ფრონტზე საზარბაზნე ხორცად და ეს თქვა ტრამპმა, სხვათა შორის და ვენსმა, რომ ზელენსკი რო შეეპასუა, შენ რა იციო. მოკლედ, კარგი რა, ხა დავიღალე უკვე რა. დავიღალე. კიდევ ამ ფოფხაძე გვინდა? აუ და მაგარი. ბროლის ბუსი გევს თუ რა უნდა? აი გავში. მესმის მე რა, მაგრამ დღეს უკრაინა მთელ მსოფლიოს გულისთვის იბრძვის იქ, ჩვენი გულისთვისაც იბრძვის, ხო? ის რაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ და ვერ გავაკეთებთ, იმიტომ არა გვაქვს მაგის რესურსი, რომ რუსეთის მონღოლურ იმპერიას სამხედრო გზით შევებრძოლოთ, ამას უკრაინა აკეთებს წარმატებულად და მე მგონია რომ მინიმუმ რაც ჩვენ შეგვიძლია უშემატკივროთ მათ. ხო, მორალური ხალხაჯერა ჩვენგან უკრაინას უნდა ქონდეს, რა ფორმით შეგვიძლია. და რა უნდა მე? აი რა არის ცი? ვიღაცებზე ეს მოქმედებს რა, როცა ამბობენ რომ წარმატებით ებრძვის რუსეთს. აი მე მგონი ჩვენ უნდა როგორც არ ვიცი ეს შეიძლება ზედმეტი მომივიდეს, მაგრამ აი ესეთი ტყუილების გავრცელებისთვის რაღაცა პასუხისგებლობა უნდა ავკიდოთ ადამიანებს, რომლებიც გამოდიან და იძახიან, რომ რუსეთს რაკეტები არ დარჩა, რუსეთს ჯარი არ ყავს, რუსეთი უკან იხევს და ასე. მაშინ აკია ბარბაკაძე დასაჭერი გამოდის და. აკია ბარბაკაძე სხვა რამების გამო იყო დასაჭერი, არ დაიჭირეს, მაგრამ გაჩუმებულია ხო ხედავ, რამდენი ხანი არ გამოჩენილა. კი. ეხლა გამოვა და ხო ვამბობდიო უკრაინას რატო დაომიო. აკია ბარბაკაძე ხო. ხატია დეკანოიძის კომენტარი ნახეთ? არა გავუშვით. ძალიან გავუშვით შენ.
მიშამ რაღაც დაწერაო. ნამდვილად ძალიან არაორდინალური ვითარებაა, თქვა, საერთაშორისო დღის წესრიგში და ჩვენ უნდა ვიყოთ გულახდილები და უნდა ვთქვათ, რომ მართლაც ხო შეიძლება ცოტა ზედმეტი ნათქვამია ესე ვთქვათ, ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას ვადევნებს თვალს, მაგრამ მაინც ფიქრობ, რომ დიდი გადალაგება საერთაშორისო აქამდეც მივიდა. ამათამდეც მიაღწია. ევროპაში პრაქტიკულად ევროპის კავშირის გაცილებით უფრო გაძლიერება, თავდაცვის უნარიანობის გამტკიცება და ამერიკის შეერთებულ შტატებში ის მოვლენები, რომელსაც ჩვენ ვაგებთ თვალს. ხო, ანუ ამათთანაც გამოანათა რა. მიშამ ახალი დაწერა რომ ყოჩაღო ტრამპო და ყოჩაღ ზელენსკიო რატომღაც ამერიკამ თავი დაიბრუნაო. ამერიკამ თავი დაიბრუნა და რა თქმა უნდა მშვიდობას ალტერნატივა ბაიდენის ადმინისტრაცია არ მოწოდა. მშვიდობას ალტერნატივა არა. კი, მაგრამ უყურე მან სხვა რაღაც ანუ ამერიკა დაბრუნდაო რა. ანუ ამერიკა დაბრუნდა ნიშნავს რომ წინა ადმინისტრაციაში სამოსად ბაიდენი რომელზეც 10 ფოტო დადო და ჩემი ძმაკაციო და ასე შემდეგ ასე დამგვარად ეხლა გამოდის რომ არ მოწოდა. ყველაზე მაგარი შეთქმულების თეორია რაც მიშაზე გავიგე გუშინ იყო დამავიდა მოყოდა ეთერში ეხლა ხო გასაგებიაო რომ დაიჭირესო მიშაო რატო არ ცდილობდაო ამერიკელები რატო არ ცდილობდნენ მის გამოშვებასო იმიტომ რუსეთთან არიან გარიგებულებიო ეხლა ანუ ტრამპი რატო არ უჭერდა მაშინ ხარს და ეხლაც ბაიდენი და კონსენსუსი რატო არ არსებობდა რატო არ მოთხოვესო მიშას გათავისუფლება იმიტომ რომ იქო არ უნდათო რუსეთთან იყვნენ ვიღაცები შეკრული ისინი ბლოკავდნენ ამერიკის ზეწოლას საქართველოზე რომ მიშა გამოეშვათო იმიტომ რომ მიშა რომ გამოეშვათო იქო წავიდოდაო და იქ ხო დედას უტირებდა მიშა 21-ში არ დავიჭირეთ ხო ხო მაგრამ მაგრამ სადღაც იყო ტრამპი არა ტრამპი არა რესპუბლიკელების რესპუბლიკელები ამ პროცესს ეგ მე რო დავდე ხო სტატუსი ის ნაცის ხო შენ დადე რესპუბლიკელები ამ პროცესს აფერხებდნენო იმიტომ რომ გარიგებულები იყვნენ პუტინთანო იმიტომ რომ მიშა არ უნდა გამოეშვათო შედევრია რომ გამოეშვათო მიშა რომ წასულიყო იქო ეს ომიო აუ არო ჩესო იქ გადა იქ მოსკოვამდე აფეთქებული იქნებოდაო აი ეს არის მართლა აი ვინ არის ავტორი არ ვიცი ამ შენ არ დაწერია ვინ არის ავტორი ვერ ვიცანი და მაგით მოვუჭერი ხო ნუ აი გრანდიოზულია კარგით მეგობრებო ხვალ შეხვდებით ერთმანეთს ჩვენ აბა თქვენ ხვალამდე